არქიმანდრიტი ლაზარე აბაშიძე, ეკლესია ვენახი. ქრისტეს მორწმუნენი თითქოს და ორ ჯგუფად იყოფიან. ერთნი იესო ქრისტესაგან მიწიერი ცხოვრების კეთილდღეობას ელიან, მეორენი მარადისობაში სულის ცხონებას. ერთნი ეკლესიას ერთგვარ ორგანიზაციად აღიქვამენ, თუმცა სრულყოფილ, ღვთაებრივ, მაგრამ მაინც ორგანიზაციად, რომლის წევრები, როგორც ეს სხვა ნებისმიერ ორგანიზებულ კავშირში ხდება, ერთმანეთთან ერთობლივი მიზნებით, წამსითა და შეხედულებებით არიან დაკავშირებულნი. ორგანიზაციად, რომლის ძირითადი დანიშნულება მიწიერი ცხოვრების კეთილდღეობაა, მასში სიმშვიდის, წესრიგის, ამაღლებული იდეალების, ადამიანთა საზოგადოების სრულყოფის შემოტანაა, მათი მოლოდინი ძირითადი მიწიერისა და დროებისაკენ არის მიმართული. მორწმუნეთა მეორე ნაწილი ადამიანის მიწიერ ცხოვრებას უმნიშვნელო, დაუსრულებელი მარადისობის წინამდებარე ეტაპად მიიჩნევს. მორწმუნეთა პირველი ჯგუფისთვის ქრისტე არის წინასწარმეტყველი, მასწავლებელი, დედამიწაზე ბედნიერი მშვიდობისა და ერთობის მეუფების დამამკვიდრებელი. მეორე ჯგუფისთვის იესო ქრისტე არის თესლი, საწყისი, წყარო და თავი ახალი, მის განხორციელებამდე არარსებული ორგანიზმისა, ფლობელი ახალი ადამიანისთვის აქამდე უცნობი არსობრივად სხვაგვარი ცხოვრების წესისა. ეს არის უმთავრესი ქრისტიანობაში. სხვა დანარჩენი თითქოს და მეორეხარისხოვანია და ძირითადი მხოლოდ ბუნებრივ დანაც შეადგენს. მას ასე, ქრისტეს ეკლესია არა მხოლოდ ორგანიზაციაა, იგი ცოცხალი ორგანიზმია, სხეული ქრისტესი, სულიწმინდით გამსჭვალული, რომლის თავი ქრისტეა. ამ ცნების განმარტებისთვის მოვიყვანთ საყურადღებო ანალოგიას. თავად უფალი, როდესაც თავის თავს ვენახს ადარებს, ხოლო მისდამი მორწმუნედ რტოებს, გვიჩვენებს სახეს იმისა, რაც ხორციელდება მის ეკლესიაში. ვენახის მსგავსია ეკლესია, იგი სხეულია ქრისტესი. მოდით დავაკვირდეთ, რა ხდება ცოცხალ ვენახში, როდესაც ის იწყებს ზრდას, რაღაც ძალა მასში, რომელსაც ჩვენ ჭყალებში სიცოცხლეს უწოდებთ, მიწისაგან იღებს უსიცოცხლო, არაორგანულ ნივთიერებას და თავის სიცოცხლეს ანიჭებს. ორგანულსა და ცოცხალს ღვთის მას. ასევე ეკლესიაშიც ძალი ქრისტესი იღებს უსიცოცხლოს, ესე იგი მხოლოდ ფიზიკურად ცოცხალს, შეიწოვს თავის სხეულში და უზინაესი წესის თანაზიარს მარადიულ ცხოვრებას უბოძებს მას. ხრწნაც გარდაქმნის უხრწნელად. 1 კორინთელთა 15:22-53 მუხლები. ეს მსგავსია იმისა, როცა ადამიანის ორგანიზმი ღებულობს მცენარეულ საკვებს, ის რაც ცოცხლობდა მხოლოდ მცენარეული სიცოცხლით, ადამიანში შეწოვის შემდეგ იწყებს ადამიანური ცხოვრებით არსებობას, ხოლო ადამიანის ორგანიზმი მის მიერ უკვე შეთავაზებული მცენარეულით ცხოვრობს. ასევე ქრისტეს სხეულის ნაწილად ქცეული ადამიანიც იწყებს ცხოვრებას ქრისტეში, ხოლო ქრისტე იწყებს ცხოვრებას მასში. და აი ჩვენი სხეულის უჯრედი დამოუკიდებელი ცხოვრებით ცხოვრობს, მაგრამ ამ ცხოვრების გარდა მათ კიდევ სხვა ცხოვრებაც გააჩნიათ, ის, რომელსაც ჩვენი პირადი სული ანიჭებს მათ. ვინაიდან ყველა ეს უჯრედი ჩვენში ცხოვრობს, ხოლო ჩვენ მათში, მათ საერთო ცხოვრება და ურთიერთკავშირი გააჩნიათ, თუ ჩვენ გარდავიცვლებით მაშინვე უსულო სხეულში ეს უჯრედები, რომლებიც თუმცა ჯერ კიდევ ინარჩუნებენ მცირე ხნით თავიანთ სიცოცხლეს, კარგავენ ჩვენში სიცოცხლეს და ურთიერთშორის კავშირს. და აი მოციქულიც თითქოს და ასე ამბობს, როდესაც მე ქრისტეს სხეულის ნაწილი შევიქმნი, თუმცა ცოცხალი ვიყავი უჯრედის მსგავსად, შეიცვალა ჩემი ცხოვრების ცენტრი, მისი აზრი და მნიშვნელობა. და მე კი აღარ ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში. ჩვენი სხეულის უჯრედს, რომ ჩვენი პირადი ადამიანური ცხოვრების შეცნობა და გაგება შეეძლოს, მაშინ ალბათ ასე იტყოდა, მე ცოცხალი ვარ, მაგრამ ვცოცხლობ უკვე არა მე, არამედ ჩემში ცოცხლობს ეს ადამიანი. და მხოლოდ იმ უჯრედს შეუძლია მთელი ორგანიზმის ცხოვრება გაიაზროს, რომელიც უარს იტყვის თავის დამოუკიდებელ ცხოვრებაზე, რომ იხსნა სული თვისი, უნდა წარიწყმინდო იგი. ლუკას სახარების 9:24 მუხლი. სიცოცხლე რომ მოიპოვო, თავდაპირველად უარი უნდა
თქვა ინდივიდუალურ ცხოვრებაზე, იმისათვის რომ მკვდარმა ნივთიერებებმა მიწამ მტვერმა სიცოცხლე მოიპოვონ, აუცილებელია რომ მათ შეწყვიტონ სიცოცხლე ბჭყალებში. თავიანთი პიროვნული არსებით მათ უნდა იცხოვრონ ვენახში, უნდა იცხოვრონ ვენახით. უფალი ბრძანებს, რომ იგი ახალი არსების, ახალი ორგანიზმის და არა ორგანიზაციის საწყისია, რომ იგი თავია ამ არსებისა, ხოლო მისი მორწმუნენი, მისი მიმდევრები ამ ორგანიზმის წევრები არიან და როგორც მას აქვს თავის თავში უხრწნელი სიცოცხლე, ასევე მხოლოდ მის ნაწილებს შეუძლიათ იქონიონ მარადიული ცხოვრება, რომელსაც რწმენეს ძე აქ უნდეს ცხოვრება საუკუნო, ხოლო რომელი ურჩი იყოს ძისა, არა იხილოს ცხოვრებაი. იოანეს 3:36 მუხლი. მე ვარ ვენახი და თქვენ რტონი, რომელი დაადგრეს ჩემთანა და მე მისთანა, ამან მოიღოს ნაყოფი მრავალი უკვე თუ ვინმე არა დაადგრეს ჩემთანა, განვარდეს გარე, ვითარცა ნასხლევნი და განხმეს. იოანეს 15:5. მე ვარ აღდგომაი და ცხოვრებაი, რომელსაც რწმენეს ჩემი, მოღა თუ გულდეს, ცხონდეს და ყოველი რომელიც ცოცხალ არს და რწმენეს ჩემი, არა მოგდეს იგი უკუნისამდე. იოანეს 11:25-26 მუხლები. ქრისტე თავის მორწმუნედ ბჭყალებში ორგანიზაციაში როდი იზიდავს, არამედ იერთებს თავის თავთან მათ, თავის ცხოვრებაში შეყავს ისინი, მსგავსად ვენახისა, რომელიც მიწისაგან იწოვს წვენს. აქ აღესრულება გონებისთვის მიუწვდომელი და მხოლოდ რწმენით მისაღები უდიდესი საიდუმლო, მაგრამ ყოველივე ეს, რა იდუმალებით მოცული და ბოლომდე მიუწვდომელია, რაც ხდება ზრდად ვაში, როდესაც ის შეუხედავი მიწისაგან იღებს მოლეკულებს და მათგან ქმნის მაგარ ღეროს, განავრცობს ხვიარა რტოებს, გამოაქვს ყვავილი, მტევნებს ავსებს ტკბილი წვენით და ყოველივე ეს სასწაულებრივად იძერწება მტვრისა და უსიცოცხლო ნივთიერებებისაგან, რომლებსაც ჩვენ ფეხქვეშ ვთელავთ. მაგრამ ეს ბჭყალებში პატარა საიდუმლოება სახეა საიდუმლოებათა საიდუმლოებებისა. და თუ ჩვენ სწორედ აი ასე დავინახავთ ეკლესიას, როგორც ცოცხალ ორგანიზმს, მაშინ გაგვიადვილდება გაგება იმისა, თუ რა ხდება დღეს მართლმადიდებულ სამყაროში. უფრო ადვილად გავიგნებთ გზას თანამედროვე ქაოსსა და წყდიათში, რომლებიც უფრო და უფრო ამძიმებენ მორწმუნეთა სულებს. მაშინ შევძლებთ დაუძლიოთ და თავი დავაღწიოთ იმ ცდუნებებს, რომლებიც ცდილობენ ჩთილი მეაყენონ ეკლესიას. ზოგჯერ კი მას სიკვდილის ზღურბზე მყოფად წარმოგვიდგენენ. ამჟამად ხალხი ხშირად ბრკოლდება იმით, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის თანამედროვე წარმომადგენლები აღარ გვანან ძველ ქრისტიანებს და ამიტომ გონიათ, რომ ეს აღარ არის ის ძველი ეკლესია, რომელიც მიწაზე დააფუძნა იესო ქრისტემ. მაგრამ თუ ჩვენ ვაღიარებთ, რომ ეკლესია არაა ქრისტიანული პარტია, კავშირი ან ორგანიზაცია, არამედ ესაა ტაძარი, რომელშიც ცხოვრობს სულიწმინდა ქრისტეს სხეული, ცოცხალი ორგანიზმი და მორწმუნეთა დიდი უმრავლესობისთვის ესაა ცხოვრება ქრისტეში, მაშინ ეს გაუგებრობა ყოველგვარ აზრს დაკარგავს. ასეთი შეხედულებისას თითით მინიშნება ცალკეულ უღირს ქრისტიანზე, თუ გინდა მღვდელსა თუ მღვდელმთავარზე, ან და ეკლესიის ეპისკოპოსთა დიდ ჯგუფზე, რომელთაც ბევრ რამეში გადაუხვიეს მართლმადიდებლობისაგან, ეს იგივე იქნება ტოტებ გაშლილ ხესთან, რომ მიხვიდე მის ტანზე არსებულ ფუღუროზე მიუთითო და თქვა, თქვენ ამტკიცებთ, რომ ხე ცოცხლობს, რომ იგი ცოცხალი და რეალურია, მაგრამ შეხედეთ, აქ ხომ ნამშვენებით ამოვსებული ცარიელი ადგილია. ან მოვიყვანოთ სხვა სახის მაგალითი. ადამიანის სხეულზე ავთვისებიანი სიმსივნე ამოიზარდა. ასე დაადგინეს ექიმებმა. იბადება კითხვა. ადამიანი ცოცხლობს მთელ სხეულში, მის ხელსა და ფეხში სიცოცხლეა. ცოცხლობს კი ადამიანი ბჭყალებში სიმსივნეში? სანამ სიმსივნე გრძნობიარეა და ადამიანი გრძნობს მასში ტკივილს, მანამდე შეიძლება ითქვას, იგი მასში ჯერ კიდევ ცოცხლობს. მაგრამ თუ გრძნობელობა დაკარგულია, იგი უკვე აღარ არის სხეულის ნაწილი. ამგვარად, თუ ვინმე მორწმუნეთაგან აღარ ისმენს ძმათა და მამათა დარიგებებს, მაშინ იგი ხდება ვითარცა
მეზვერე და წარმართი, მათეს სახარების მე-18-მე-17 მუხლი. როგორც ვაზისაგან მოკვეთილი რტო. მაგრამ ასე არ იქნებოდა, ეკლესია მხოლოდ ორგანიზაცია რომ ყოფილიყო. მაშინ ეკლესია ჭყალებში ხელმძღვანელთა ჭეშმარიტი სულის მცირედი გადახრის შემთხვევაშიც კი ორგანიზაცია უმალ შეიცვლიდა თავის სახეს, წესებს, გაგებას, მიზანსა და დანიშნულებას. რაოდენ ამაღლებული იდეალები და მიზნებიც არ უნდა ასულთგმულებდეს ასეთ ორგანიზაციას, მისი წევრი მაინც უამრავი საცდურის პირისპირ სრულიად დაუცველი მხოლოდ ამაღლებული ცხოვრების მეოცნებად რჩება, რომელსაც არ ძალუძს მასში შესვლა. ძველი ელინური ფილოსოფოსების მსგავსად, მაგრამ საქმე სულ სხვაგვარადაა. მოდით წარმოვიდგინოთ, რომ ყოველი 100 ეპისკოპოსიდან მართლმადიდებლობას განუდგება 99, ასევე იქნება ანტიქრისტეს უკანასკნელი ცდუნების ჟამს, ხოლო ყოველი 1000 ქრისტიანიდან სარწმუნოებას უარყოფს 999. მერე რა? ყოველივე ეს არ შეეხებოდა ეკლესიის არსებას. იგი როგორც იყო სხეული ქრისტესი, ისევ დარჩებოდა. წუხილი მოგვიწევდა მხოლოდ დაღუპულთა და განდგომილთა გამო. თუ ქრისტეს ეკლესია ცოცხალი ორგანიზმია, მაშინ არ შეიძლება დავადანაშაულოთ იგი, როდესაც რომელიმე კლირიკოსთაგანი თუ ერისკაცი, ბერი თუ მღვდელმთავარი არ ცხოვრობს თავისი წოდების შესაბამისად. ისევე როგორც არ შეიძლება დავადანაშაულოთ მაცხოვარი იმის გამო, რომ მათ უახლოვდებოდნენ მეზვერენი, ცოდვილი და მრუშნი. უღირს მსახურთა გამო ეკლესიის გამკიცხველნი იმ იუდაველებს ემსგავსებიან, რომლებიც ქრისტეს ადანაშაულებდნენ სიტყვებით ახა კაცი მეგობარი მეზვერეთა და ცოდვილთა. მათეს მე-11-მე-19. დიახ, ქრისტეს მიმდევარნი მეზვერენი და ცოდვილი ჭყალებში სნეულნი იყვნენ, მაგრამ განა შეიძლება დავადანაშაულოთ ექიმი იმის გამო, რომ მას ირგვლივ სნეულები ახვევია და არა ჯამთერნი. ამრიგად, როგორც ერთია და უცვლელი მართლმადიდებლობა, მიუხედავად დროის ცვალებადობისა და ისტორიული მოვლენებისა, ასევე ეკლესია სხეული ქრისტესი ერთია. იგი ყოველთვის ერთი იყო და ერთიანად რჩება. ცვალებადობა მას არ შეუძლია. სნეულთა რაგინ დიდი რაოდენობაც არ უნდა მიახლოს და შეეხოს ამ სხეულს, ჭეშმარიტების მთლიანობა ყოველთვის არსებობდა და იარსებებს მასში. ასევე ამ ზეც სულაც არ კარგავს თავის ძალასა და ცეცხლოვან ბრწყინვალებას იმის გამო, რომ მისი სხივები ხშირად ბნელ, პირქუშ და არაკეთილსახიერ ნივთებს ეცემა. ასევეა ვაზიც არ კარგავს თავის სილამაზეს და ნაყოფის სითკბოს, იმის გამო, რომ მისი ფესვები მიწაში ნაკელს ან სიმდაბლეს ეხება. იგი მხოლოდ მისი სხეულისთვის შესატყვის ნივთიერებებს ისრუტავს, უცხო კი მის მიღმა რჩება. ახლა ისმის კითხვა, ვინ შედის ეკლესიის სხეულში? ვისგან შედგება ეკლესია? ან უფრო კონკრეტულად, იმყოფება კი ესა თუ ის მონათლული ქრისტეს სხეულში? მაგრამ ეს ხომ ქრისტეს გარდა არავისთვის არის ცნობილი. ჩვენ მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ვხედავთ, რომ ის იმყოფება ორგანიზაციაში, მაგრამ იმყოფება თუ არა ქრისტეს სხეულში, არ ვიცით. საღვთო ლიტურგიის დროს ჩვენ წმინდა საიდუმლოებების მრავალ მაზიარებელს ვხედავთ, მაგრამ რა შეგვიძლია ვთქვა თითოეულ მათგანზე? ჩვენ დავინახეთ, რომ ის ადამიანი მივიდა ბარძიმთან, მაგრამ ეზიარა თუ არა ქრისტეს სისხლს და ხორცს არ ვიცით. თუ ადამიანი არ იყო ღირსი ზიარებისა, სულით და გულით არ შეუერთდა უფალს იმ მომენტში, მაშინ იგი სიწმინდის უზიარებელი რჩება, ხოლო სიწმინდე მისი უწმინდურობის არათანაზიარია. ასეთმა ადამიანმა ამ სიწმინდესთან მიახლებით როდი შეიძინა სიწმინდე, არამედ ჭამა და სვა დასასჯელად თავისა თვისისა, როგორც ეს ნათქვამია ბასილი დიდის ზიარების წინა ლოცვებში. სიწმინდე მასში გადის როგორც მზის სხივი ბნელ ადგილებში და არა თანაზიარი მისი წყდიადისა. ასე რომ არც ჩვენგანს არ შეუძლია თქვას რომელიმე ადამიანზე, რომ ის ნამდვილად ცხონდება. თუ გინდ ხედავთ მას ტაძარში, თუ რასაკვირველია მასზე არ არის ღვთის აშკარა განცხადება, როგორც ამას ხედავთ ზოგიერთი წმინდა მამასთან.
ხშირ შემთხვევაში ეს საიდუმლოა, პირადი საიდუმლოა ღმერთსა და ადამიანს შორის. სულის ცხონების საწინდარია არა გარეგნული, არა ბუნებრივი მოგზალება და ღვთისმოსაობა, არამედ მადლი ღვთისა სულით მოხვეჭილი და მიღებული რწმენით და სარწმუნოების საქმეებით. იგი უკვე ამკვიდრებს მორწმუნეებში როგორც თავის ნაყოფს, ზნეობას, ღვთისმოსაობას, სიწმინდეს, არა პირფერულს. ჩვენ არ შეგვიძლია მხოლოდ გარეგნული მოქმედებით დავადგინოთ, მოიხვეჭა კი ადამიანმა ეს მადლი და უკვე რამდენად ცხოვრობს იგი ქრისტეში, ქრისტე კი მასში, ანუ რამდენად არის ეკლესიაში. ეკლესიის ხელმძღვანელს, რომელიც თავისი დაუცხრომელი ღვაწლით იპყრობს ყურადღებას, შესაძლოა გამორჩეული ადგილიც უჭირავს ეკლესიაში, როგორც ორგანიზაციაში, მაგრამ არის კი იგი ეკლესიაში როგორც ორგანიზმში? ეს კიდევ საკითხავია. უძლურ ზოგჯერ დაცემულ ცოდვის ჩამდენ ქრისტეს მცნებების დროდადრო დამრღვევ ქრისტიანთა ხილვისას არ უნდა განვიკითხოთ ან ეკლესიისგან განყენებულად არ უნდა მივიჩნიოთ ისინი. ქრისტეს ეკლესია არა ჯამთელთაგან, არამედ ცნეულთაგან შედგება, როგორც ეფრემ ასური თავის სინანულის სიტყვაში ამბობს, მთელი ეკლესია არის მონანულთა ეკლესია, როგორც ამას ბრძენთა ღრმა აზროვნება წვდება. გასაგებია, რომ წმინდა მამა იმას როდი გულისხმობს, რომ ეკლესიაში ყველა იღუპება და არავინ ცხონდება, არამედ იმას, რომ ქრისტიანები ყოველთვის თვალწინ ხედავენ თავიანთ ცოდვებს, თავიანთ განდგომას ღვთისაგან, რომ ისინი არ ელიან ცხონებას თავიანთი ცრუ მართლობის გამო, არამედ სწამთ, რომ ყოვლადმოწყალე ღმერთი მხოლოდ მონანიე ცოდვილებს შეიწყალებს. წმინდა ეფრემიც იქვე ამბობს, იქ ქრისტეს სამეფოში ავაზაკიცაა, რომელმაც მიიტაცა 60. იქ მძვინვარე მგლებიც არიან, რომლებიც ქრისტეს სამწყოში ცხრის ფარად გადაიქცნენ. იქ მძვინვარე ფრინველებიცაა, რომლებიც მტრედებად გადაიქცნენ. იქ სხვადასხვა ღვარძლია, რომელიც კეთილთესლად გადაიქცა. შემდეგ იგი ქრისტეს მიმართავს. ამ ქვეყნად შენი მოსვლის მთელი გზა მონანულთათვის განვლე. მთელი შენი სწავლება უფალო უდიდესი იმედია ცოდულთათვის. წარწმედილი ცხოვრებისთვის შენ მას სიუხვემ მიგიზი და შენ მკვდართა სამყოფელში და მოიყვანე იგი ადგილთაგან სიკვდილისათა. მაშ ასე, ჩვენ რომელთაც დვირე გვაქვს თვალში, რა შეგვიძლია ვიცოდეთ წარწმედილი ცხრის შესახებ? როგორ გავსაჯოთ იგი, შეგვიძლია კი დავინახოთ, რა სასწაულებრივად აღმოყავს ქრისტეს ის ადგილისაგან სიკვდილისა? დედამიწაზე ჩვენი ცხოვრების აზრი შემდეგშია. ძალი ქრისტესი, ძალი მხსნელისა იზიდავს ქრისტეში მსოფლიოს ნაწილაკებს და მოლეკულებს იმისთვის, რათა უბოძოს მათ უზენაესი უხრწნელი ღვთაებრივი ცხოვრება, მაგრამ ზოგიერთი ნაწილაკი ბრწყალებში სიყვარულით თან ხვდება იმაზე, რომ ინდივიდუალიზმზე უარის თქმით, პიროვნება იხსნება ღვთაებრივისათვის. სხვები ეწინააღმდეგებიან და არ სურთ თავის მესთან განშორება. ავიწროებენ, ზღუდავენ თავის პიროვნებას ხრწნათში და მარხავენ თავიანთ ტალანტს მტვერში. უხრწნელობის, ანუ მარადიული ნეტარების მოხვეჭისთვის ადამიანს ერთი გზა გააჩნია და სხვა გზა არ არსებობს. ის ქრისტეს სხეულის ნაწილი უნდა გახდეს. ვინც უარი განაცხადა ამაზე, ამით მან თავის თავზე მოიწია ღვთისაგან მის სიკეთედაგან მარადიული განშორება, ესე იგი მოიპოვა თავისი თვისისა სასჯელი და ესე არ სასჯელი, რომ თუ ნათელი მოვიდა სოფლად და შეიყვარეს კაც და ბნელი, ვიდრე ნათელი. იოანეს მესამე თავის 19 მუხლე, რომელსა არ არწმენეს, აწვე დასჯილ არს. იოანეს მესამეს 18 მუხლე. თუ ჩვენ ვიზიარებთ ამ მოსაზრებას, მაშინ გასაგები ხდება საიდუმლოებისა და სხვა დანარჩენი წესჩვეულებების დანიშნულება ეკლესიის ცხოვრებაში. თავად ეს ღვთაებრივი აქტი უზენაეს ცხოვრებასთან თანაზიარება საიდუმლოდ იწოდება. იგი სრულდება მღვდლების მეშვეობით, მაგრამ თვით ქრისტეს მიერ მღვდელი შესაძლოა არ იყოს თავისი
მაღალი წოდებისა, მაგრამ ღირსი, მაგრამ რადგან იგი მხოლოდ ღმრთის მადლის მსახურია, ქრისტე მისი მეშვეობითაც ასრულებს ადამიანთა სულების თავის სხეულთან შეერთებას. ასევე შეგვიძლია ვთქვათ, ეკლესია როგორც ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც თავისი სხეულის მშენებლობისთვის მასალას ამასოფლიდან იღებს, ვერ იარსებებს ხილული ორგანიზაციის გარეშე ამ ქვეყნად, მაგრამ ეს ერთი და იგივე არ გახლავთ. მაგალითად, ვაზში სიცოცხლეა, მაგრამ არც მასშია ყოველი ცოცხალი. რაღაცამ შეიძლება მას ზრდაში შეუწყოს ხელი, მაგრამ თავად გახდეს უცხო მისი სიცოცხლე. ხშირად ფესვის რაღაც ნაწილი კვდება, ვენახზე გამხმარი თუ უსიცოცხლო ქერქი შრევდება, ვენახს უნაყოფო რტოები ეკვეთება. ეკლესიაშიც ბევრი რაც იყო მისი თანაზიარი როგორც ორგანიზაციისა, შეიძლება აღარ გახდეს ეკლესიის როგორც ცოცხალი ორგანიზმის თანაზიარი. შესაძლოა გახმეს, მოკვდეს, მოიკვეთოს და რაოდენ ტრაგიკულია, რომ მრავალი ჩვენგანი ეკლესიის საიდუმლოებათა გარეგნულად შემსრულებელნი წმინდა საიდუმლოთა მოძებული ძალისა და ცხოვრების მიღმა დავრჩებით. ზემოთ აღწერილი ეკლესიის ცნების განხილვისას კიდევ ერთი საკითხი ირკვევა. სწორედ იმის გამო, რომ ეკლესია ცოცხალი და უმაღლესი არაამქვეყნიური ზებუნებრივი წესის ორგანიზმია, ამიტომ მისი ცხოვრება ზებუნებრივი მოვლენების თანხლებით მიმდინარეობს. ამაზე მეტად აღმატებულით, რაც ბუნებრივია ამასოფლისათვის. მაშასადამე, ეკლესიაში აღსრულებული სასწაულები არა რაღაც გარეგნული მოვლენებია მასთან მიმართებაში, არა ზებუნებრივი ძალის მიერ მოწყობილი ეფექტური ხაფანგია ხალხის ეკლესიაში მოსაზიდად, არამედ განცხადება. ზოგჯერ ამ ხილულ და ხორციელ საფარველში ეკლესიის მადლმოსილი საიდუმლო და ნათლისმატარებელი ბუნების გამოვლენაა. ეს თითქოს ამომავალი მზის წითელი სხივების არეკვა მთების მაღალ მწვერვალზე, ასევე აღიხილა მაცხოვარმა სულიერი თვალები თაბორის მთაზე მოციქულებს და მათ იხილეს ის ნათელი, რომელიც მუდამ გარდამოდის ქრისტესაგან. მაგრამ ამ სასწაულებს, რომლებიც ეკლესიის ზებუნებრივ ბუნებას გვიჩვენებენ, შეუძლიათ მხოლოდ შეარყიონ მიწიერი მატერიალისტი, მცირედ მორწმუნე ადამიანის შეხედულება, აიძულონ იგი კიდევ ერთხელ თავიდან გადახედოს თავის წარმოდგენებს ცხოვრებაზე, მაგრამ მათ არ ძალუც თვით ეკლესიურ ცხოვრებაში შეყვანა. იესო ქრისტესადმი სიყვარულის გარეშე შეუძლებელია ეკლესიის სწავლების მიღება. სახარებიდან ჩანს, რომ უფალი სწორედ მის და მის სიყვარულზე აფუძნებს თავის ეკლესიას. იგი ეკითხება პეტრე მოციქულს: გიყვარმეა? სიყვარულის აღიარების შემდეგ ნებას რთავს დამწსოს მისი სამწსო. იოანეს 21:15-17 მუხლები. და შეუძლებელია, რომ ეს სიყვარულის მქონე ადამიანმა ადრე თუ გვიან არ მიიღოს ეკლესიური სწავლება და ეკლესიის შესახებ სწავლებაც. როდესაც ვაზი ფესვებით ერთნაირი თვისების მქონე ნივთიერებებს ეძებს, იგი მათ მხოლოდ წყალთაგან შეზავებულს ისრუტავს. ასევეა ჩვენი სულების, კეთილი აზრებისა და სურვილების მიუხედავად, ვიდრე ისინი მშრალნი და მხოლოდ აზრობრივად კეთილნი, შეუბრალებელნი, შეურწყმელნი არიან ქრისტესადმი სიყვარულით, ვერ გახდებიან ქრისტეს სხეულის მკვიდრნი. ასევე ჩვენი სულებიც, კეთილი აზრებისა და სურვილების მიუხედავად, ვიდრე ისინი მშრალნი და მხოლოდ აზრობრივად ბრჭყალებში კეთილნი, შეუბრალებელნი, შეურწყმელნი არიან ქრისტესადმი სიყვარულით, ვერ გახდებიან ქრისტეს სხეულის მკვიდრნი. უნაყოფოა კეთილი აზრები თუ ისინი არ არიან დაკავშირებული კეთილ გრძნობებთან. ეკლესია წმინდა ლიტურგიაზე დუღარების სახით ასევე უფლისადმი წამებითა და სიყვარულის განასახიერებს, როდესაც მღვდელი ბარძიმში ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს დუღარებას ამატებს. წარმოთქვამს კურთხევლარს დუღარება წმინდათა შენთა. დუღარებას არწმუნოების აღსებად სულით და წმინდითა. ცოტა ხანში მაზიარებელნი გრძნობენ ამ დუღარებას ქრისტეს სისხლში. ეს იმის სიმბოლოა, რომ ღმერთთან ერთობა შეუძლებელია
მხურვალე რწმენის, ანუ მხურვალე სიყვარულის გარეშე. კურთხეულ არს დუღარება წმინდათა შენთა, რამე თუ არარაი სხვაი დავიდევ გულსა ჩემსა, უწყება თქვენ და გარნა ქრისტე იესოს, ესეცა ჯვარსა ცმული. 1 კორინთელთა 2:2. ხოლო ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არის ჩემში ქრისტე. გალატელთა 2:20. რომელმან მოიპოვა სული თვისი წარიწყდოს იგი და რომელმან წარიწყდოს სული თვისი ჩემთვის მან პოვოს იგი. მათესახარების 10:39. რამე თუ ქრისტე იესოს მიერ არცა წინადაცვეთილებაა, არამედ სარწმუნოებაა სიყვარულისაგან შეწევნილი. გალატელთა 5:6. სიყვარული არასა და დავარდების გინა თუ მეცნიერებანი განქარდნენ. 1 კორინთელთა 13:2. ყოველივე ამაზე ნათქვამი, თუ როგორ ვიყოთ ქრისტეს სხეულში, როგორ დავიწყოთ ეკლესიური ცხოვრება, როგორ გავხდეთ ნაწილნი ღმერთკაცობრივი ორგანიზმისა, როგორ ვიქცეთ ვენახის რტოდ და გამოვიღოთ მრავალი ნაყოფი. თავისთავად ირკვევა, როდესაც სულები სიყვარულით ერთიანდებიან ერთ ცოცხალ ორგანიზმში, უარყოფენ საკუთარ მეზს და მოიხვეჭენ ახალ კათოლიკე ცხოვრებას ქრისტეს სხეულში, მაშინ ქრისტეს სიყვარულით ისინი მადლმოსილი ერთობით შეირწყმებიან როგორც ღმერთთან, ასევე ერთმანეთთან. წმინდა მამები ღვთისა და მოყვასის სიყვარულს აღიარებენ წრეც, რომელსაგან სხივები ყველა მხარეს მოეფინება. რადიუსის ზოლს თუ გავყვებით ცენტრის ჭხილებში ღმერთის მიმართულებით, მით უფრო ნაკლებია განყოფა სხვა სხივებთან ჭხილებში მოყვასთან და ბოლოს მის შუაგულში იგი გაუჩინარდება. აი ეს ერთიანი ეკლესიაა და ეს ერთობა იმდენად ძლიერია, რომ არ არსებობს ძალა მისი დამარღვეველი, როგორიცაა ნათქვამი ერთგული სულის მიერ, ვინ განმაშოროს ჩვენ სიყვარულსა მას ქრისტესა, ჭირმან ანუ იწროებამან, დევნამ ანუ სიყმილმან, შიშველობამან ანუ ურვამან, ანუ მახვილმან, არცა სიკვდილმან, არცა ცხოვრებამან, არცა ანგელოს და არცა მთავრობათა, არცა ძალთა, არცა ამან სოფელმ, არცა სიმაღლეთა, არცა სიღრმეთა, არც სხვამან დაბადებულმან შემეძლოს ჩვენ განყენებად სიყვარულსა ღვთისასა, რომელ არის ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა. რომაელთა 1:25-28 მუხლები. ქრისტე ჭეშმარიტებაა. ეკლესია ქრისტეს სულით ცხოვრობს, თითქოს და სულდგმულობს ჭეშმარიტებით, ამიტომაც ვამბობთ ყველა, ვინც კი სიყვარულის სულით ჭყალებში შერწყმული შთაისხმება ეკლესიის სხეულში ცხოვრობს მისი ცხოვრებით, იგი ცხოვრობს და ჭყალებში სუნთქავს ჭეშმარიტებით. რომ ეკლესია კათოლიკია და უცდომელი თავის სისავსეში, ანუ ჭეშმარიტება მისაწვდომია როგორც მთელი ეკლესიისათვის, ასევე ყველა მისი ჭეშმარიტი წევრისათვის. აქ მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად უღებთ გულს ჭეშმარიტებას. ჭეშმარიტება ცოცხლობს და განცხადდება. იქ, სადაც გულნი მართლითანა შეტყუებულნი, სიყვარულით ყოვლისა მიმართ სიმდიდრისა, გულსავსებისა, გულისხმის ყოფისა მეცნიერებად საიდუმლოსა მას ღვთისასა და მამისასა ქრისტესა, რომელსაც შინა არიან ყოველნი საუნჯენის სიბრძნისანი და მეცნიერებისანი დაფარულნი. კოლოსალთა 2:2-3 მუხლები. ჭეშმარიტების ფლობა მისი უცდომელად წარმართვა, ჭხილებში უცდომელობა არ ეკუთვნის არც ცალკეულ პიროვნებას, არც ეკლესიის მღვდელმთავრებს და არც მღვდელმთავართა კრებას, არამედ მთლიანად ქრისტეს ეკლესიას, რომელიც ავლენს თავის თავს საეკლესიო კრებაზე. ყოველ ჩვენგანს ჭეშმარიტება გაგვაჩნია იმდენად, რამდენადაც მონაწილეობას ვღებულობთ ეკლესიის ცხოვრებაში. ეს მონაწილეობა გვენიჭება იმდენად, რამდენადაც ვუარყოფთ საკუთარ თავკერძა განკერძოებულობას, რამდენადაც თავდაბალი სიყვარულის მეშვეობით განვიზავებით ეკლესიის სრულყოფაში, ეკლესიის ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება ენიჭება მათ, ვინც ეკლესიის სხეულთან თანხმობას საკუთარ აზრზე მაღლა აყენებს. ეკლესიაში არ არსებობს ვიღაც განყენებულად მდგარი ჭეშმარიტების ავტორიტეტი. გაფიქრებაც კი ამისა, რომ ვიღაცამ
მიეწერა სხვა ადამიანების სინდისისა და რწმენის ზომოდან დამყურე ავტორიტეტის სახელი არის უარყოფა ქრისტეს ეკლესიისა. არა, ქრისტეს ეკლესია არ არის ასეთი კრეხელური, ღვთისგმობური, არაქრისტიანული, შებღალული და უზნეო საწყისი, რასაც ეწოდება ჭყალებში ავტორიტეტის სინდისისა და რწმენის საკითხში. მთლიანად ის ქრისტეს ეკლესია უცდომელია. იგი თვითონ ღებულობს მხოლოდ იმას, რაც ქრისტესთან არის შეთანხმებული, ყველა ქრისტიანის ურთიერთ სიყვარულზე დაყრდნობით. მას მართავს უზენაესი გონება, თვითსულიწმინდა, დამცველი ყოველგვარი სნეულებისაგან, რომელსაგანაც არც ერთი ჩვენგანი არ არის გარანტირებული, თვით კრებაც კი არ არის მისგან დაზღვეული. ავტორიტეტი ყოველთვის რაღაც გარეგნული ადამიანთა ან ნებისმიერ სხვა ორგანიზმთან მიმართებაში. ჭეშმარიტება კი შინაგანი წესის მოვლენაა. ადამიანი ემორჩილება ეკლესიას არა იმიტომ, რომ იგი ჭყალებში ავტორიტეტია, არამედ იმიტომ, რომ იგი ჭეშმარიტებაა. ეკლესია არ არის ავტორიტეტი დოგმატიკის საკითხში, იგი მხოლოდ ადასტურებს მას. ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია არაა დაფუძნებული ავტორიტეტზე, არამედ სიყვარულსა და თავმდაბლობაზე. თავმდაბლური სიყვარულის გარეშე ვერ მივიღებთ მონაწილეობას კათოლიკე ეკლესიაში, რადგან სიყვარულის გარეშე მისი რწმენაც კი შეუძლებელია. ჩვენ ასე კი არ ვამბობთ ჭყალებში მწამს ეკლესიის, ანუ მწამს, რასაც ეკლესია ამბობს, არამედ მწამს ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. საკუთრივ მისი არსებობის გვწამს, ვინაიდან ეს გონებისთვის მიუწვდომელია. ეს ღვთაებრივი გონების განცხადება დედამიწაზე. ამ გონებაში იგივე სულიწმინდის ჭეშმარიტების სულის ჩვენი მონაწილეობთ მხოლოდ სიყვარულით მეშვეობით, რომელიც გადმოედინება ეკლესიის ცოცხალ წევრებზე სულიწმინდის მიერ, რომელთა მეხუთეს თავის მეხუთე მუხლი. ამ სიყვარულის გარეშე შეუძლებელია გვწამდეს, ვერ შევიცნობთ ვერავითარ ჭეშმარიტებას. სწორედ თავმოყვარეობა, ეგოიზმი, თვითდაჯერებულობა, საკუთარ მოსაზრებებზე მინდობა ქრისტიანს აყენებს უცხო, ცივ, უსიცოცხლო მდგომარეობაში, თითქოს კუმშავს და ამხობს იმ სადინარებს, რომელთა მეშვეობითაც მაცოცხლებელი სითხე მოედინებოდა ვენახის რტოებში, რის გამოც იგი ხმება და კვდება. თუმცა კიდევ დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება გვეჩვენებოდეს, რომ ცოცხალია, გაზაფხულზე კი კვირტის გამოღების მოლოდინშიც კი ვიქნებით, მაგრამ დამდეგი გაზაფხული გამოავლენს მასში შესუდრულ სიკვდილს. რქიმანდრიტი ლაზარე აბაშიძე.